მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი საპროტესტო აქციებისას დაკავებული 11 კვირის საქმის განხილვას გაანაგრძობს. ამ წუთისთვის დაცვის მხარის კითხვებს პასუხობს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ნუგზარ მირიანაშვილი, რომელსაც სხვა ბევრი პოლიციელის მსგავსად ამ საქმეში დაზარალებული სტატუსი აქვს. დღევანდელ სხდომაზე მან უკვე უპასუხა პროკურატურის კითხვებს, ახლა იგი ბრალდებულთა ადვოკატებს პასუხობს და აცხადებს, რომ საპროტესტო აქციაზე შავდა მიიღო დაზიანება, რის შემდეგაც დაჭირდა სამედიცინო დახმარებაც და 2 კვირის განმავლობაში იგი გადიოდა რეაბილიტაციას. თუმცა ისევე როგორც სხვა მოწმე პოლიციელები ამ საქმეში, ნუგზარ მირიანაშვილიც ამბობს, რომ მან არ იცის თუ კონკრეტულად რომელმა დემონსტრანტმა მიაყენა მას დაზიანება და შესაბამისად მან არ იცის ისიც არის თუ არა ეს დემონსტრანტი ამ საქმეზე დაკავებულ 11 პირს შორის. იგი ამბობს, რომ ვერც უარყოფს და ვერც დაადასტურებს იმას მიაყენა თუ არა ამ 11 პირიდან რომელიმე მას დაზიანება. მისი გამოკითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ დრომდე გრძელდება, მანამდე კი ამ საქმეზე კიდევ 2 მოწმე დაიკითხა, მათ შორის პოლიციელი ირაკლი გველესიანი, იგი გამომძიებელია, საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა ამ საქმის ფარგლებში 2 ბრალდებულთან დაკავშირებით და შეისწავლა რამდენიმე საათიანი ვიდეო, საიდანაც ამოიღო რამდენიმე წუთის ქრონომეტრაჟის მასალა. მისი გამოკითხვის დასრულების შემდეგ ბუნებრივია ადვოკატებს ჰქონდათ მასთან კითხვები და ასევე ერთ-ერთმა ადვოკატმა ირაკლი ჩომახიშვილმა დააყენა შუამდგომლობა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ვიდეო, რომელიც რეალურად არის რამდენიმე საათის ქრონომეტრაჟის, გამოითხოვონ, რათა ნახონ თუ რეალურად როგორია საერთო სურათი და რა ჩანს ამ ვიდეოზე, საიდანაც გამომძიებელმა მხოლოდ რამდენიმე წუთი ამოიღო. მან ეს შუამდგომლობა პროცესზე დააყენა, თუმცა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს შუამდგომლობა არ დაუყენებია, ხოლო მესამე მოწმეს, პირველ მოწმეს, რომელიც დღეს გამოიკითხა ამ საქმეზე, ეს არის თამარ ჭანტურაია, იგი არის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მან განაცხადა, რომ მის სამსახურს საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას, კონკრეტულად კი 30 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით დაახლოებით 60,000 ლარიანი ზიანი მიადგა, თუმცა ცხადია, იგი კონკრეტულ პირებზე არ საუბრობს, ამბობს, რომ ვერ ისაუბრებს კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით, თუმცა მისი თქმით, მისი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ ეს ზიანი მის სამსახურს ნამდვილად მიაყენეს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა. როგორც უკვე გითხარით, თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა ამ დრომდე გრძელდება და უკვე მესამე მოწმეს კითხავენ მხარეები. ეს ბოლო მოწმეა დღეს, რომელიც პროკურატურას ყავს წარმოდგენილი. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ ადვოკატების განცხადებები, რომლებიც მე სხდომის დაწყებამდე გააკეთეს საქმესთან დაკავშირებით. როგორც ყველა პროცესი ახლაც არ ვიცით წინასწარ რა შეიძლება მოხდეს, ანუ ვინ შეიძლება მოვიდეს, მაგრამ საზოგადოებისთვის ვთქვათ, ჯერჯერობით არ არის მოსული და დაკითხული ყველა ეს პიროვნება, რომელიც ამ საქმეში დაზარალებულად არის ცნობილი და ამავდროულად ერთ-ერთი მთავარი ფაქტი რაც არის, ჯერჯერობით არ არის მოსული სასამართლოში საქმის მთავარი გამომძიებელი, რომელმაც დაგეგმა ეს ყველა საგამოძიებო მოქმედება. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ არ აქვს არსებითად სახელებსა და გვარებს მნიშვნელობა არც გამომძიებლის პოზიციებს, იმიტომ რომ 6-7 თვის მანძილზე უკვე ჩვენ ვხედავთ, რომ გამომძიებლები მოდიან, დაზარალებლად ცნობილი პიროვნებები მოდიან, თუმცა ვერც ერთი მათგანი პროკურატურისთვის სასარგებლო ინფორმაციას ვერ ტოვებს სასამართლოში. დღესაც გაგრძელდება გარკვეული ვიდეო მტკიცებულების გამოკვლევა, რა თქმა უნდა, ყოველი სხდომა აჩვენებს და ცხადყოფს იმას, რომ რაიმე სახის მტკიცებულება არ გააჩნია ბრალდების ხარეს და წინა სასამართლო მასაც შეეხება გამოკვლეული იქნა ვიდეო მტკიცებულებების, სადაც რაიმე სახის ზარალობა არ ჩანდა ჩვენი დაცვისმყოფებისგან პირიქით. სამართალდაცვის წარმომადგენლის მხრიდან იყო არაერთი შეძახილი მოწოდება უკერობის მუხარად და რა თქმა უნდა ყველაფერი ცხადყოფს იმას, რომ არანაირი სახის მტკიცებულების არ ეყნობა საგამოძიებო ორგანო, მათთვის მთავარი იყო გარკვეული რაღაცა პირთა რიცხვი შეეკრათ, წარიდგინა საზოგადოებისთვის რაღაც მესიჯი გაეგზავნათ, რომ ყველას დავსჯით, მიუხედავად იმისა, რა იმოქმედება ჩაიდინა თუ არა. დღესაც იგივე კადრებს ველოდებით, სიმართლე რო გითხრათ, ყოველდღე ვწმუნდებით და პროკურატურა ყოველდღე რეალურად ჩვენს გასაკეთებელ საქმეს აკეთებს და ზუსტად ამიტომ დახურეს მედია საშუალებებისგან სასამართლო პროცესები და არ ვიცი, დღესაც ველოდები შემდგომ ვიდეო მტკიცებულებებს, რომელთაც დადასტურდება, რომ ბიჭები კიდევ და ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაადასტურდეს და დამტკიცეს ფაქტი, რომ ბიჭები არიან უდანაშაულო.
ეხ მე შეგახსენებთ, რომ ამ საქმის ფარგლებში დაკავებულ 11 პირს, მათ შორის მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს, იუმორისტ ონისე ცხადაძეს და კიდევ 9 პირს ედავებიან ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას და იმ შემთხვევაში თუ მათ ბრალი დაუმტკიცდებათ, მათ ემუქრებათ 4-დან 6 წლამდე პატიმრობა. აქვე გეტყვით იმას, რომ მედია კვლავ ვერ იღებს სასამართლო პროცესებს. დღესაც ამ სხდომაზეც ადვოკატმა ირაკლი ჩამახიშვილმა დააყენა შუამდგომლობა იმასთან დაკავშირებით, რომ მედიას მიეცეს პროცესების გაშუქების საშუალება, თუმცა იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც ახალი კანონის თანახმად არის ნებართვის გაცემაზე პასუხისმგებელი მედიის მიერ პროცესების გადაღებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტების განცხადებებს არ პასუხობს და ასევე ახალი კანონის თანახმად სასამართლოს აქვს ამ პროცესების გადაღების უფლება, ან სასამართლოს მიერ უფლება მოსულ პირს, თუმცა ადვოკატები აღნიშნავენ, რომ მათ უბრალოდ არ აქვთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ვადაში უნდა განისაზღვროს ეს უფლებამოსილი პირი, რომელიც სასამართლო პროცესებს გადაიღებს და ეს არაერთხელ უთხრეს ნინო გალუსტაშვილსაც მოსამართლეს, რომელიც ამ საქმეს განიხილავს. 11 პირის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში კვლავ გრძელდება, როგორც უკვე გითხარით, დღეს წარმოდგენილ ბოლო მოწმეს უსმენენ ამჟამად სხდომაზე და სავარაუდოდ საქმის განხილვა ვიდეო მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება.